ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში. მოგესალმებით. ჩვენ მხატვრულად დავასურათეთ მე-17 საუკუნის მორალი და დაგვჭა მორალის ერთი ფრაგმენტი, რომელიც დიდ ადგილს იჭერდა ივერიულ ცნობიერებაში. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მათი პედაგოგიური მოღვაწეობის შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა აზროვნების ალტერნატიული წესი, რომელიც ზუსტად სამყაროსთან და პოლიტიკასთან პოეტურ დამოკიდებულებას დაუპირისპირდა. ვიდრე ამ აზროვნების ხასიათს აღწერდეთ, მანამდე ვთქვათ, რა ბედი ეწია პოეზიას საქართველოში. პოლიტიკასთან მისი კოლაბორაცია, როგორც თქვით, ვახტანგ მე-6 სამეფოს დაცემით დასრულდა, თუმცა თავისი ურთულესი მისია მე-17 საუკუნეში მან შეასრულა. როგორც ვთქვით, საკუთარ ქვეყანას ქართული პოეზია სპარსულ ყაიდაზე ბაღწალკოტს ეძახდა, რაც აღნიშნავს პოლიტიკური აზროვნების წესს, მოვლენების ეთიკური და პრაქტიკული დალაგების მეთოდს. ივერია რომ ბაღწალკოტი იყო, ეგ იყო სამეფო პოეზიის მთავარი საზრისიც და პროპაგანდაც. როგორც თქვით, ამ პოეტური მორალის დიდი დამსახურებაა ქართველების წარმატება ყიზილბაშებთან ბრძოლებში. ერმა მიაღწია მაქსიმუმს, რის მიღწევაც იმ პერიოდში შეიძლებოდა. შეინარჩუნა მიწა და მიწაზე ქართველად ყოფნის უფლება. რა თქმა უნდა, მიწების მიტაცების პოლიტიკა ამის შემდეგაც გრძელდებოდა, მაგალითად სპარსელები დიდ ფულს ხარჯავდნენ, რომ კახეთის ტერიტორიაზე მომთაბარე თურქმანები დაესახლებინათ. ნელ-ნელა შეუმჩნევლად შემოეპარებინათ ქართულ მიწაზე. მაგრამ ქართველებიც ხიზლობდნენ. ისინი მტკივნეულად აღიქვამდნენ ქართული მიწის ნებისმიერ ხელყოფას. დაუნდობლები ხდებოდნენ. მათი ჩამოსახლებულები ბახტრიონის აჯანყებისას მთლიანად გაანადგურეს. მაგრამ ქართული პოეზიის მთავარი დამსახურება მაინც ირანულ კულტურულ ექსპანსიასთან გამკლავება. როგორც ვთქვით, მე-17 საუკუნის 30-იანი წლებიდან სისხლისღვრამ ბრძოლის ველიდან თეთრ ფურცელზე გადაინაცვლა. ქართველებს სპარსულ კულტურასთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდათ. რუსულსო თამარის ტუჩკბილის შექება უბრძანეს, მას უბრძანეს მთელი ივერიული კულტურისათვის ხოხტბის შესხმა. თამარი ზუსტად კულტურას გამოხატავდა. რუსოს დაავალეს დიდ სპარსულ პოეზიაზე მაღალი პოეზიის შექმნა, რადგან პოეზია გამოხატავდა ამ სამყაროში სულიერ ძალაუფლებას. თამარზე მაღლა არავინ არ უნდა მდგარიყო. ქართველებს უნდა შეექმნათ თამარის განმადიდებელი ყველაზე აღმატებული ძეგლი. ეს კულტურათა ბრძოლა ქართველებსა და სპარსელებს შორის განელდა მონღოლების შემოჭრიდან, მაგრამ ხელთავიდან იფეთქა მონღოლების წასვლის შემდეგ. გაძლიერებისთანავე ირანს იმპერიული ამბიციები გაუჩნდა და მაშინვე გააცოცხლა დიდი სპარსული პოეზია, რადგან ამ სამყაროში პოეზია ისევ რჩებოდა სულიერების ძალაუფლების წყაროდ. ასე ლომივით შემოიჭრა ირანული კულტურა საქართველოში და იქვე გაჩნდა რუსთველის გმირიც, რომელიც ლომებისგან ტანსაცმელს იკერავს. მე-17 საუკუნეში რუსთველის უპირატესობა არ იყო დამაჯერებელი, რადგან ირანულ კულტურას იცავდა პოლიტიკა, ხელისუფლება. მათი ნებართვით უდიდესი ასპარეზი გაეხსნა საქართველოში სპარსულ ენას. ქართულმა ელიტამ სპარსულად დაიწყო ლაპარაკი. აი დაახლოებით ისე, როგორც საბჭოების დროს ლაპარაკობდა რუსულად თბილისის მთელი ინტელიგენცია. რათა ქართული ენის გარეშე ქართული მართლმადიდებლობა წარმოუდგენელი იყო. ამ ეპოქის ქართული ეკლესია მზრუნველობით ექცეოდა ეროვნულ მახასიათებლებს, რაც ბიზანტიური მართლმადიდებლობის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს წარმოადგენდა. მაგალითად, რუსულ მესიანისტურ მართლმადიდებლობას არაფერში სჭირდება ქართული ენა და არც იმ პირებს ანაღლებდათ ეს, ვინც რუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა ქართულ ეკლესიაში. მე-19 საუკუნეში ისინი მშვენივრად წირავდნენ რუსულად ქართული ენისადმი ნოსტალგიაც არ უგრძნიათ. ეს რუსული პროპაგანდისტული რელიგიის დამსახურება, რომელიც გვარწმუნებს თითქოს საჭირო არ არის სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი, როცა მიზანი ერთია. რაც ნონსენსია. ქართული მართლმადიდებლობისთვის, რომელიც ბიზანტიური მწამსის გაგრძელებაა, ეროვნულ თავისებურებებს და უპირველესად ენას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს ავტოკეფალიაც ამ განსხვავებას ემყარება. ერთი სიტყვით ენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ერისთვის, პოლიტიკურადაც და სარწმუნოებრივადაც. ქართული ენის დავიწყება სახარების და იესოს დავიწყებაც იყო. ენა მამული სარწმუნოება ხეზე კი არ მოუწყვეტია, ილიას ეს ქართული მართლმადიდებლობის საუკუნეობრივი პრინციპია.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ იცავდნენ საკუთარ ზალალად, რომ თქვათ, მე-17 საუკუნის ქართველებს მოწონდათ აღმოსავლური კულტურის გვერდით ცხოვრება. აღმოსავლეთის სიბრძნის უმდიდრეს საბადოს ფლობდა და ქართველებმა საკუთარივით მიიღეს აღმოსავლური პოეტური სული. მათ პირდაპირ შეისისხლ ხორცეს სამყაროს სულნელება, სამყაროს საქმის ეს ქაოტური, მაგრამ ლამაზი, მოგვირისტებული მუსიკალური წესი. და ეს გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე სულხან საბამ ზღვარი არ დაუდო ამ გავლენას ენის წიაღში. მას ლექსიკონი ქართული ტყუილად არ შეუქმნია. ეს მნიშვნელოვანი კულტურული თავდაცვითი ნაბიჯი იყო. ხატრულად რომ ვთქვათ, ქართული ენას მან აბჯარი ჩააცვა. მეორე უნიშნელოვანი საქმიანობა იყო თარგმანი. ქართულმა მწერლობამ თარგმნა სპარსული პოეზია, ანუ სპარსული კულტურის მიწოდება საკუთარი ხალხისთვის დაიწყო ქართულ ენაზე. უზარმაზარი როლი ითამაშა სპარსულ გავლენებთან ბრძოლაში არჩილ მეორემ. მისი აზრით სპარსული გავლენა ქართულ კულტურას და შესაბამისად ერის თვითყოფადობას წალეკვით ემუქრებოდა. ის ქართულ ლიტერატურაში ეროვნული თემატიკის დანერგვას ითხოვდა. ის იცავდა მართლის თქმის პრინციპს, რაც ახლოს დგას რეალიზმთან, რეალობის კრიტიკულ ასახვასთან და ეს ასევე დასავლური განმანათლებლობის გავლენას უნდა მივაწეროთ. ისიც რუსთველის მსგავსად პოეზიას სიბრძნის დარგად და ცხოვრების მასწავლებლად მიიჩნევდა. მისი აზრით აღზრდა იყო ქართული კულტურის უმთავრესი საქმიანობა. ამ მიზნით მან როგორც სპარსული, ასევე ევროპული ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშების რამდენიმე ბრწყინვალე თარგმანი შეასრულა. ქართულმა მწერლობამ აითვისა და თავისებურად გადაამუშავა აღმოსავლური ლიტერატურა. ის გააქართულა და შესაბამისად გააქართულა მთელი გეოგრაფიული გარემოც, რომელშიც ვიბრძოდით, ვყარობდით, დანჯებოდით. მწერლობამ საკუთარი ფერები შემატა სამყაროს, რომელიც ქართველებს თავდაჯერებაში ძიდა და საბოლოოდ მხატვრულად რომ ვთქვათ, ჩამოვყალიბდით დასავლეთზე მეოცნებე აღმოსავლურ ქვეყნად. ახალმა ქართულმა მწერლობამ სამხედველობრივი ფუნქციაც იტვირთა. დასავლეთი ტყუილად არ მიხსენები ამ დროს იკრებს ძალას საქართველოში დასავლური აზროვნების წესი, რასაც დიდ პოპულარიზებას უწევდნენ კათოლიკური მისიები. ევროპული გავლენა თანდათან გაიზარდა და ქართული ცნობიერების განუყოფელი ნაწილად იქცა. მაგალითად, სულხან საბას ეპოქის კულტურული დანიშნულება ზუსტად აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეთანაცხოვრება გახდათ. სულხან საბამ შეინარჩუნა ზოგადკაცობრიული, არსის მაძიებელი პოეტური სული და პარალელურად განავითარა სისტემატიზების წესი. ლექსიკონი ქართული ეს არის პირწმინდა დასავლური მეცნიერული მიდგომა ენასთან და სამყაროსთან ზოგადად. სიტყვის კონა ამ სამყაროს დალაგების მცდელობაა, რაც აზროვნების რაციონალიზაციის გამომხატველია. განმანათლებლობა გაღრმავდა ვახტანგ მე-6-ის მმართველობისას, რომელიც თავადაც დიდი ინტელექტუალი იყო. პოეტი, მთარგმნელი, მეცნიერი, კრიტიკოსი და რედაქტორი. მან დააარსა სამეცნიერო საზოგადოება და ააფუძნა რუსთველოლოგია როგორც მეცნიერება. გამართა სტამბა და სახარებასთან ერთად გამოსავი ვეფხისტყაოსანი. გამოაქართულა კილილა და დამანა ამირან ნასარიანი, სიბრძნე ლაღობელი. გატაცებული იყო ასტრონომიით, მათემატიკით, ქიმიით, მედიცინით, შეადგინა სახელმძღვანელო წიგნად აქცია კარაბადინი. ასევე თარგმნა ზიჯის ანუ ვარსკვლავთა კატალოგი, რასაც დაურთო ასტროლოგიური ლექსიკონი. შეადგინა ქიმიის სახელმძღვანელო, წიგნის ეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ მე-18 საუკუნის დასაწყისისთვის უკვე საქართველოში 1500-მდე ინტელექტუალი ცხოვრობდა, რომელთა მოღვაწეობაც ლიტერატურისა და მეცნიერების ფართო სპექტრს მოიცავდა. ვახტანგის ეპოქაში პოეზია და რაციონალური აზროვნება ჰარმონიულად იყო შერწყმული ერთმანეთთან, მაგრამ მისი დამარცხების შემდეგ ეს ჰარმონია დაირღვა. კულტურისა და სამეფოს კოლაბორაცია დასრულდა, პოლიტიკურ პოეზიას სახელი გაუწოდა, წინაპლანზე გამოვიდა სამხედველობრივი კონფრონტაცია, ქართული ეკლესია თანდათან რელიგიურობისკენ გადაიხარა. ერეკლემ ყოველივე სპარსული და ოსმალურის დევნა დაიწყო, როგორც პოლიტიკაში, ასევე კულტურაში, რომელსაც უპირველესად ზუსტად დასავლური რაციო დაუპირისპირა. მაგრამ ვერც რაციონალიზმმა გამართა წელი ივერიაში არ იქნა ის ბოლომდე მიღებული და გათავისებული. პირიქით, რაციონალური ყოფიერების ზოგიერთი ასპექტი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა ქართველებისთვის. ცნობილი ამბავია, რომ ბევრი ქართველი სამეფოს დაკარგვაში პირდაპირ უალტერს ადანაშაულებდა. სამეფოს დაკარგვის შემდეგ ქართველების, განსაკუთრებით ბაგრატიონების დიდი ნაწილი უპირველესად ზუსტად ამ პოეტურ სულს მისდიროდა, რაშიც ისინი გულისხმობდნენ ქართველური ყოფიერების ერთგვარ მატრიცას. მარიამ ბაგრატიონი ამბობს, დაფარნა ჩრდილოთ ღრუბელმან მნათობთ არენი ბნელითავ. ის თვლის, რომ რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ ბაღწალკოტში ჩრდილოურმა ღრუბელმა მზე დააბნელა. ფარნაოს ბაგრატიონი დუდუნებს,
იგონეთ ყოველთა დრონი წინარეო წარსულს მიტირის, ვერ ურიგდება რეალობას. ესე ყოველი წახთა ცვალებით მოუწავს ნისლს სამისა თვალებით, შვიდნი ცდომილნი მსბოლნი მალებით, განხმა წალკოტი ვარდის კვალებით, თვალთა მნახველთა შესაბრალებით. სტატისტის როლშია გაოგნებული ადევნებს თვალს, როგორც სulis მზის გარშემო ნისლიანი ცდომილების გიჟური ქროლვა და სულიერი სიცივე ტრადიციულ ფერადოვნებას. როგორ ახმობს რაციონალური დროის აჩქარება მუდამ დღე თვალთა მნახველთა გასახარელ წალკოტს. ქეთევან ბაგრატიანი ამბობს, ჭრდილოთ ვიხილე მცირე ღრუბელი, აზიის მთიებთ დამბნელებელი, ბედნიერ პალად დამამხობელი, ჩვენ ერთ წალკოტთ არ მფურჩნებელი და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ისინი მისტირიან მშვენიერ ბაღ წალკოტს, რომელიც აღნიშნავს სამყაროსა და პოლიტიკური ურთიერთობის პოეტურ ემოციურ განცდას. რუსებმა პირდაპირ გადაჯიგეს ეს ბაღი, ჭრდილოთ ღრუბელმა დაბნელა გააშავა ათასფერად ყოფიერება. ეს ღრუბელი ასიმბოლოებს მკაცრ პრაგმატიზმს, ემოციურ დამოკიდებულებას სამყაროსადმი, მეტაფორებისგან დაცლილ და ტერმინებით გამოტენილ არსებობას, ანგარიშიანობას და გეგმარებას და საერთოდ პლატონურ მაკიაველურ დებულებას მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს დებულება გახდა წყარო მაშინდელი მსოფლიო პოლიტიკური აზროვნებისა. რასაც ბაღ წალკოტში აღზრდილი ქართული მზიანი ბუნება ვერ უებოდა. ასეთი სიმკაცრე, ასეთი ტოტალური რეჟიმის სახით მოწოდებული ცხოვრება არ მოწონდათ ქართველებს. დაფარნავას ბაგრატიონი აღიარებს, რომ დიდი სისულელე ჩაიდინეს ქართველებმა სამეფო ტახტის გაჩუქებით და მათ დამსახურებულად ჩაიძინეს ისტორიაში. მიგვეღო ყავლის სწორი ძალებით, შეგვეკვნა ბედი, ვითა მძინარეო, ასე ამბობს. რუსეთის შემოსვლის შემდეგ საქართველოში ეს აღმოსავლური პოეტური სამყარო მთავრდება და პოეზია პირწმინდად ნიჰილისტური ხდება. ბარათაშვილთან კარგად ჩანს, რამდენად დეპრესიულია დასავლური აზროვნება, რამდენად მძიმეა მისი სვებეთი. გამუდმებით დაეძებს და ვერ პოულობს, რასაც საკუთრებად თვლის და რომლის გარეშეც ვერ არკვევს, რას ეძებს, ან ვინ არის თვითონ. ბულბულის გალობის ნაცვლად ისმის ყორნების ბოროტი ჩხავილი, რომელთა ბნელი ფრთები ჩრდილა სამყაროს და აჩეს შიშს ყოფიერებისადმი. ჭკვაშერყეული და სუიციდიალურია ამ კულტურაში ადამიანის ტანჯვა. ერთი სიტყვით უკიდურესად დეპრესიულია დასავლური მსოფლა ხმა. რუსთველური ოპტიმიზმი და სიცოცხლის სიყვარული მასში გამქრალია. ქართული სევდა გაცილებით მსუბუქი და ჰაეროვანი იყო. დღეს ამით დავამთავროთ, მომავალი წლიდან ჩვენ განვაახლებთ ჩვენს გადაცემას მესამე ივერიის შესახებ. თხრობას განვაგრძობთ კათოლიკური მისიების შემოსვლითა და ზოგადად დასავლური აზროვნების წესების დამკვიდრებით საქართველოში. დეტალურად აღწერთ თუ რამ ხელა კვალი დატოვა კათოლიკური ეკლესიის მოღვაწეობამ ქართულ კულტურაში და რა როლი ითამაშა მან მესამე ივერიის ცხოვრებაში. ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქრისტეშობა მიულოცა იმ ქრისტიანებს, ვინც ეს ბრწყინვალე დღესასწაული გუშინ 25 დეკემბერს აღნიშნა. თუმცა ყველა თარიღი საბოლოო ჯამში მაინც პირობითი აღნიშნულია. შობას ულოცავ ყველა ქრისტიანს და ასევე არა ქრისტიანს, ისო მარტო ქრისტიანების ღმერთი არ არის, ის ყველა ადამიანის ღმერთია, ის ყველაზე ერთადერთი ფიქრობს და სრულებს. ასევე ქრისტეშობას ულოცავ ყველა ქართველს და განსაკუთრებით იმ გმირებს, ვინც სამართლოდ გამოამწყობდათ ციხეში საქართველოს დღევანდელმა უზურპატორმა ხელისუფლებამ. უსურებს ზვიადრატიანს, მზია ამაღლობებს და სხვა პოლიტპატიმრებს ჯანმრთელობას, გამძლეობას და სამშობლოს კეთილდღეობას. მომავალ შეხვედრამდე. ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში.